გამარჯობათ მეგობრებო. ვაგრძელებთ ვიდეო ლექციების ციკლს ქართულ სახელმწიფო ლიტერატურაში და შეგახსენებთ მე გახლავართ ნათელა მაღლაკელიძე ილიას უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტიდან. საგანი, რომელსაც ვკითხულობ ახლა გახლავთ ქართული საბავშვო ლიტერატურა. მაგრამ მე თქვენ წინა ლექციებზეც გესაუბრეთ იმის შესახებ, რომ საბავშვო ლიტერატურა როგორც ცალკე დამოუკიდებელი დისციპლინა შეუძლებელია განხილოთ. შეუძლებელია მეთქი იმიტომ, რომ იგი წარმოადგენს ლიტერატურის, ზოგადი ლიტერატურის ერთ-ერთ კერძო ნაწილს. ანუ ლიტერატურას, მხატვრულ ლიტერატურას, რომელიც უშუალოდ ბავშვებისათვის გახლავთ განკუთვნილი. თორე ცალკე საგნად საბავშვო ლიტერატურის წარმოდგენა, რა თქმა უნდა, შეუძლებელი გახლავთ. უფრო მეცაც გეტყვით. ეს ჩვენი შეხვედრები, ჩვენი ლექციები, მინდა გითხრათ, რომ მოკლებულია და მოკლებული იქნება ამის შემდეგაც აკადემიზმს, რაც ჩვეულებრივ მეცნიერული მსჯელობისთვის გახლავთ დამახასიათებელი. ეს ჩვენი შეხვედრები იქნება უფრო საუბრები ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე. და მე იმედს ვიტოვებ, რომ ამ საუბრებიდან ჩემი მსმენელები და მხედველობაში მყავს მე ის სტუდენტები, რომელთაც თავიანთ ძირითად მიმართულებად არჩეული აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლობა, მაშინ იმედს ვიტოვებ მეთქი, რომ ეს სტუდენტები მათთვის სასარგებლოს მოძებნიან რაღაცას ჩემს ლექციებში და ამას წარმატებით გამოიყენებენ მომავალში თავიანთ პედაგოგიურ საქმიანობაში. რამ განაპირობა ამ საგნის წაკითხვა? პირველ რიგში იმან, რომ ძალიან ბევრ სტუდენტს, რომელსაც ძირითად მიმართულებად პედაგოგობა აქვს არჩეული, განსაკუთრებით კი დაწყებითი სკოლის პედაგოგობა მაქვს მხედველობაში, ბევრ სტუდენტს არ აქვს საშუალება მოისმინოს ლიტერატურის ზოგადი კურსი, რომელიც საკმაოდ ტევადია, საკმაოდ რთულია და საკმაოდ დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს და სხვათა შორის ის არც გახლავთ თქვენი სამომავლო კვლევის საგანია რა. თქვენ გჭირდება ძირითადად ის ლიტერატურა, რომელსაც ასწავლეთ სკოლაში, დაწყებით კლასებში, პირველ მე-6 კლასებში. რა თქმა უნდა, ამ ლექციებიდან ბევრი საყურადღებო რამ შეიძლება ნახონ მათაც, ვისაც სამომავლოდ საბაზრო და საშუალო სკოლის მასწავლებლობა აქვს გადაწყვეტილი. თუმცა მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით გეტყვით, რომ ეს იქნება არა აკადემიური ციკლი ლექციებისა, არამედ ეს იქნება უფრო საუბრები ქართულ საბავშვო ლიტერატურაზე. მოკლედ შეგახსენებთ იმ საკითხებს, რომლებზედაც ჩვენ წინა შეხვედრებისას ვისაუბრეთ. შევეხეთ ზოგადად საბავშვო ლიტერატურის არსს, მის დანიშნულებას, ასაკობრივ პარამეტრებს, ანუ ასაკობრივი თვალსაზრისით, როგორ აჯგუფებენ მოზარდებისათვის განკუთვნილ ლიტერატურას, ერთხელ კიდევ შეგახსენებთ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად არ გახლავთ ზედმეტი ამის ცოდნა. ეს გახლავთ უმცროსი სასკოლო ასაკი, მაგრამ უფრო ადრე კი სკოლამდელ ასაკსაც გამოყოფენ ჩვენი სპეციალისტები. სკოლამდელ ასაკში მოიაზრება 3-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის შექმნილი ლიტერატურა. სასკოლო ასაკი კი თავის მხრივ იყოფა 3 ჯგუფად. ეს არის უმცროსი სასკოლო ასაკი, 7-დან 9 წლამდე, უფრო სწორად 6 წლიდანაც შეიძლება ვისაუბროთ ამაზე. შემდეგ ეს გახლავთ 10-დან 12 წლამდე საშუალო სასკოლო ასაკი და უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფი, ეს გახლავთ უფროსი სასკოლო ასაკი 13-დან 15 წლამდე. რა თქმა უნდა, ცალკეული ასაკისათვის განკუთვნილი ლიტერატურა თავისი სპეციფიკით გამოირჩევა და ეს არაერთგზის არის დადასტურებული და თითქოს არც მოითხოვს ის არანაირ დავას და საწინააღმდეგო მოსაზრებებს. მაგრამ თუ ყველაფერი იცის და ჩვენმა მწერლებმა შესანიშნავად იციან რა ინტერესებს ჩვენ ბავშვებს, როგორ უნდა წერონ მათთვის
შედეგები საკმაოდ უარყოფითია. ჩვენი მოზარდები წიგნიერებას საკმაოდ ჩამოშორდნენ და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ და წინა ლექციაზე მე იმაზეც გესაუბრეთ, თუ წიგნიერების საერთაშორისო კვლევის შედეგები რა საგანგაშო და სავალალო იყო ქართველი ბავშვებისათვის 55 ქვეყანას შორის 38 ადგილი ნამდვილად არ გახლავთ სახარბიელო. და ეს მაშინ, როდესაც ჩვენ ყოველთვის ვიწონებთ ხოლმე თავს ჩვენი განსწავლულობით, ნაკითხობით, განათლებით. მაგრამ მე ახლა ცოტა გადავუხვია რა საუბრის თემას, დავუბრუნდეთ ისევ ძირთან ნაწილს. მაშინ როგორი უნდა იყოს ყმაწვილებისათვის, ნორჩებისათვის განკუთვნილი ლიტერატურა? აქ ძირითადად გამოყოფენ მეთქი ნაწარმოებებს, რომლებშიც ძირითადად ბავშვები არიან წარმოდგენილი, ბავშვებია დაწერილი და ასეთი ნაწარმოებები. დამიჯერეთ რომ ბავშვებს ყველაზე მეტად მოსწონთ, როცა იქ თავის თანატოლებს ხედავენ და ისეთ საკითხებზე ეცნობიან ლიტერატურულ მასალას, სადაც მათთვის საინტერესო გარემოც არის და მათთვის საინტერესო პერსონაჟებიც არის და რაც თავარია ის საკითხებია წინა პლანზე წამოწეული, რაც მათ აინტერესებთ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება სამაწვილო ლიტერატურის მოქმედი პირი, პერსონაჟი არ იყოს ბავშვი, მაგრამ ის არანაკლებ საინტერესო იყოს ბავშვებისათვის. ამის საუკეთესო დადასტურებაა ჩვენი ზღაპრებია რა. და ცალკე უნდა გამოვყოთ ალბათ ისეთ ნაწარმოებები, რომლებსაც ერთნაირი ინტერესით კითხულობენ დიდების და პატარების. საკმაოდ დიდ და საინტერესო მასალას გვაწოდეს ქართული ფოლკლორი და ჩვენ ამაზე გაკვირვით ვისაუბრეთ წინა ლექციაზე. შევეხეთ აგრეთვე ქართული საკმაწერო ლიტერატურის საწყისებსაც თუ გახსოვთ და ძალიან ზოგადად განვიხილეთ 9 ყრმათა კოლოელთა წამება, რომელზედაც ზოგიერთი მკვლევარი სამწუხაროდ, მე ამას სრული კატეგორიულად ვამბობ, სამწუხაროდ ზოგიერთი მკვლევარი რატომღაც მას საკმაწერო ლიტერატურის ნიმუშად განიხილავს, რაც რა თქმა უნდა სწორი არ გახლავთ. ახლა დღევანდელ ჩვენ შეხვედრას რაც შეეხება, მინდა გესაუბროთ დღეს აღორძინების ხანის საბავშვო ლიტერატურას. მოდით პირობითად ვუწოდოთ ეს სახელი და აქ მოიაზრება ის ლიტერატურა, რომელსაც ჩვენი წინაპრები კითხულობდნენ ახალგაზრდა ასაკში შედარებით და რომელსაც იყენებდნენ ხშირ შემთხვევაში სასწავლო დანიშნულებითაც. მაშინ როდესაც ჩვენ ლიტერატურაზე ვლაპარაკობთ, აქ პირველ რიგში წინა პლანზე სწორედ მისი სასწავლო დანიშნულება გვაქვს წამოწეული. და აი ახლა ეს საუკუნეები, შუა საუკუნეები, საკმაოდ მდიდარი გახლავთ საგმირო სარაინდო ხასიათის ნაწარმოებებით. და ეს საგმირო სარაინდო ნაწარმოებები, როგორც ჩანს, დიდ ინტერესს იწვევდა შედარებით ახალგაზრდა ასაკის მკითხველებში. აქ პირობითად ჩვენი საბავშვო ლიტერატურის მკვლევარები ამ ციკლ